საღამოშვიდობის. საღამოშვიდობის, როგორ ხართ? როგორ გიკითხოთ? ჩანს ხოლმე სხივი იქიდან რო იღებს? ის რო არის, ჩანს მერე? ჩანს ხო აბა. როგორ ხართ ჩემო თბილები და თბილებო? როგორ გიკითხოთ, რა ხდება თქვენსგან კარგი და ახალი? არ ვიცი ხალხო ამას რატო აქვს სხივი ეთყობა შუქი არ ათებს. ალბათ. რაღაც. აბა ისეთი ხელი არა გაცმოგის მაგრამ აბა ის ნახე აი იქით მოუპარე ხელი აბა ხო აი ეკრანსზე ეკრანს აქვს მგონი და ისე არც აჩვენს ალბათ არა აქ ეკრანს დედა შუქი ეს რო დინოს ვიზო არა აქვს შუქი ედება დედი იმით აი კამერას იფარება და იმით შუქი რომ მოვიტანო და ის რო ჩავთო გაქრება ნეტა რა აბა იქიდან რო შუქი მოვიდეს დიდი აბა ნახე რინგლეიტი რო ჩავთო რა გითხრა რა ხდება თქვენსკენ კარგი და ახალი ჩვენსკენ ძველებურად არის ყველაფერი ჯერჯერობით აი ვიცი თქვენსკენაც უნდა იყოს კარგად მიდიება ჩართება მაინც ზემოდან ანარეკლი უტყავს იქიდან შუქთან ავარ ძალიან ახლოს ხო და იმიტომ ხო აი ესე რო გაწივა იქით რა ისა აი იქ რო დადგავი გონი სხვადასხვა ეს რო ჩავთო უკეთესად ანათებს უკეთეს შუქი ხო აი იქით ნახე დიდი ეს კამერა იქით გაწია ხო შუქის ანარეკლი უტყავს პირდაპირ ტყობა აშკარად დადგება რატო შვება პირდაპირ შუქის ქვევით ვართ და მაგიტო არა უშავს დედახრა დღეს იყოს და ხვალიდან შევცვალოთ ეს ანუ ის უნდა შევცვალოთ ტერიტორი ის რა ქვია უცა ის უნდა გავაკეთო მაშ ტყუილება დავიტანე იქით იყოს აქეთ იყოს ხო არა კარგად ანათებს აი ის შუქი რო არის აქეთ იყოს და უფრო ის არის აქვე ესე ჩართული რომ კარგად მოანათებს კალათაჩა ფრუანათებს რა ხდება ჩვენსკენ არაფერი არ ხდება ჯერჯერობით თქვენსკენ რა არის ახლა რა ვიცი მე თიმუ და ვიცი აეროპორტში ჩავიდაო და ჩამოვიდაო და თიმუ დაიგარგა რამდენი დღე 19-მდე უნდა მოგივიდეს 5-დან 19-მდე თუ საიდან 3-დან 9-მდე მგონი ნუ მოვიდეს რო ჩამოვა უნდა განბაჟდეს მერე ეხლა რო ის იყო რა ქვია ხალხო ჩინური ახალი წელი მაგიტო ხო მაგიტო დაიგვიანა მიტოქნა რატო ჩინური თებერვალშია ხო ეხლა იყო ხო პირველ თებერვალს იყო მგონი ხო და იმას ბრალია ხო წივარი ერთი შაის ტასაცმელი არ დაშრა რა რო გაწვიმდეს აღაქრა კიდე დამისვირდება ხუთიც გარეთ ამაკ და ის მეორე შარვალიც ხუთი და ის უნდა შემოვიტანო ხო იმ კვირიდან იმ სხვა ამანაცაც უნდა ველოდო ხალხო შაბათ კვირის გარდა უნდა ელოდო
ხვალშაბათია. იქით ყვიდიდან უნდა ველოდო. რო ის 5-დან 8 დღემდე უნდა ჩამოტანაო და ან 5-ან 8. თუ 5-დან 8 დღემდე. 5-დან 8 დღემდე, ხო. რა სამუშაო დღემდე უნდა ჩამოტანა. საქართველოსამდე იმას რა ქვია. მოსვლას. ტრანსპორტირებასო და რა ვიცი. ზოგადად ეს ჩვენი გადამზიდები ცოტა ვერ არიან. ზემოთ რო გითხრა. ნელი გადამზიდები ყავს. ნილა მოქმედი. საეროფერით მოდის და მე საერო რომ მოდის რა. მე ამ რომ მოვიდეს საეროთი. ისე რა თუნდა იმხელა დრო. გიორგი, სანამ გამბაჟდება, სანამ შეიტანენ, სანამ შეფუთავენ, სანამ რაღაცა ხდება ეტყობა. მე რო ჩამოიტანა ხო უნდა გამბაჟდეს. არა? განბაჟება უნდა აბა? ხო. რა შემოვიდა, რა წამოვიდა, რა შეამოწმევენ იმას თვითონ იმაში. რა იმას აქნე რა ქვია. რადევს ყუთში. ხო. რადევს შავ ყუთში. ხო იცით. უნდა შეამოწმო რამე ბომბი ხო არ მოდის ან რაღაცა. ეგ კარგია სხვათა შორის რომ კარგად ამოწმევენ. რომ კონტრაბანდა არაფერი შემოვიდეს. ხო. ეგ ძალიან კარგია სხვათა შორის. კი. ხვალ მეგონია წვიმა არის ტელევიზორში იყო. ის არის რა ქვია თოჭყვები. ეს თბილისში. აქაც ის მომივიდა. ამინდის განახლება. იცი რა არის ხალხო? შეიძლება უცბად ვიღაცამ საზღვარზე შემოაპაროს რაღაცა. უც. გამორიცხულიც არ არის. და კარგია სხვათა შორის რომ ამოწმევენ. მართალია. შემოწმება უნდა. ნუ შემოწმდეს რა ხდება, რა მდგომარეობა არანაირად არის, რა ფორმა არა ზომა. რა პუნქტია. რა ფერია, რა ზომა, რა წონა. ისე სხვათა შორის აი იმდენი ხანი მოდის შენ ჯინმი, აი რო გამოიწე რაღაცას, ხო გავიწყდება რა არის შენ ჯინმი რა. მე გავიწყდება რა არის შიგ. მე რა ვიცი იმდენი ამანათი აქვთ რომ აი ესე უყურებენ ამანათებს რამე არ გაეპაროთ ცუდი. ვისა? ვინები? ჩინელები? ისე მაგარი ის არის რა ქვია. რაღაცა ის არის რა ქვია. მანქანასავით არის დანადგარია რაღაცა და იმით მოდის. იმაზე მოდის ამანათები. რო აიღო. შეფუთული ამანათები უკვე. მე ისიც უნდა დაეკრას შტამპი. ზემოდან ფურცელი, რაღაც საბუთივით. სად მიდის? ხო. რომელი ქვეყნისაა? მე უნდა დახარისხდეს. კიდე რო წამოვა საქართველოში, რო ჩამოვა ქვეყანაში, ნებისმიერ ქვეყანაში, განბაჟება, დახარისხება იმაზე, რა ქვია, იმების მიხედვით, რეგიონების მიხედვით, უბნების მიხედვით.
უბნების, რეგიონების, რა ვიცი. უნდა გააკეთო. ვინ ქალაქში, თბილისში წავიდეს რუსთავში, სად წავა? სოფლებში თუ სად? რეგიონებში წავა თუ ქალაქებში წავა, რა ვიცი. ხო და ასე. ეგრე ხდებოდა. თან მე ზოგ კურიეს ხალხო ისეთი დაღლილი სახე აქვს, რომ რა ვიცი. ხო. მართალი. ძალიან იღლებიან, იცი, ბევრი ამანათები რო აქვთ. ბევრი აქვს დასარიგებელი, ხო. თელი დღეს სულაფერი გააკეთოს ადამიანმა, მაინც იღლება. ჯერების თქვენი გამიტყვა, ჯიდომითაც კი იღლება ადამიანი ხალხი. ეგრე ხდება დავიარბათ. ახლა შენ მე ესე მგონი და გავიწყდა მეთქი რეებიდებს. თვითონაც ხო გამოგიგზავნის რაღაცები და ისიც და გავიწყდა რადევში. თვითონ რომ გამომიგზავნეს, საერთოდ არ ვიცი რა დევშიგნით და რა არა. ხო. რენდომად აგირჩევთ საჩუქრებსო და რა ამირჩიეს, რა ვიცი. აქ ყურსასმენია. ყურსასმენი მაქვს გამოწერილი. სელფის ჯოხი. რა მქონდა გამოწერილი, რაღაცა მქონდა. ჩხილისისა. ხო, ეგა. კიდე? მეტი არ. კიდე რაღაცა გიქნებოდა და. რაღაცა მქონდა გამოწერილი, ხო. და რა აქვს და დავიწყდა. რა აქვს და დავიწყდა რა მქონდა გამოწერილი. რა ხელა ხმა მქონდა. ესა. თვითფრინა. ხო. ან გაფრინდა ან ჩამოფრინდა. ჩემი თემურა ხო არ ჩამოვიდა. შეიძლება. თემი ჩამოვიდა, თემი. იცი რა მაინტერესებს, გადამზიდს როგორ? ჩინურ გადამზიდს მოაქვს თუ ჩვენ გადამზიდს მოაქვს? თუ ჩინური კომპანია და ჩვენ საქართველოშიც აქვს ფილიალები, ეგ ვერ გავიგე. ალბათ აქვს. თუ ჩვენი გადამზიდია ეთყო ალბათ ჩასული და მოაქვს. არ ვიცი, მაგრამ ხალხო ბოდიში რაღაცა მომთხნელებს რა ხდება. ის არის რა ქვია, მე რა ვიცი, მაგრამ რო ვიცოდი ახლა კი არ ვიჯდები წავალ ჩინეთში. საინტერესოა. ახლა მასაჟი გავიკეთე სახეს ეს. შენც გამთხნელებს ბიძინება. მე არ მეძინება. ორი საათი. ორი ჭიქა ისაა დალეული დღეს. რა? რა ქვია? ენერგეტიკული და რა დამაცინებს. მაგ ენერგეტიკურ სრულსვა ძალას კი არ მაძლევს. პირიქით მთენ თავს. და საერთოდ არ მაძინებს. სერიალის ყურება შევყვები ხოლმე ღამე კიდე და ის არის რა ქვია. ისე გადის დრო რომ ვერც ვიგებ. მე ხანდახან ამეშლება ნერვები, რაღაცა მოქმედებაზე. მოქმედება და ვითარება. ხო, სიტუეიშენი არ მომეწონება რაღაცა და ამეშლება ნერვები. ისე რომ დავაკვირდეთ, როგორი ის არის, რა ქვია. შრომატევადი საქმე. რა? მსახიობობა.
რა არის დავაკვირდეთ ძალიან შრომატევადი საქმეა. ძნელია ნებისმიერი რაღაცა გიორგიცი. აბა წარმოგიდგენია იმხელა სცენარი ის დაიმახსოვრე. არის სცენარი დაიმახსოვრე, მე ისინი დაიმახსოვრე, რა ქვია. მოქმედებები რა უნდა გააკეთო და როგორ უნდა მოიქცე. მიმიკები, ჟესტები და მსგავსი რაღაცებიც ხო უნდა ხო, სახელები ხო უნდა უთხრა. სახელები სხვა სახელები. სერიალებში ხო სხვა სახელები გვიათ. ხო, თქო. მე იქის იქნება რა ქვია, უარყოფითი სცენა რაღაც. ახლა დენ კამერასთან იმუშავე. შრომატევადი საქმეა. მარტო ელემენტარული აი ის სცენები არის საშინელები თუმ იქიდან უარდები და აქედან უარდები. იმიდან რა ქვია. აივნიდან გადმოვარდნის სცენები როა. დიდ სახლებში რო არიან და აივნიდან გადმოვარდებიან ხოლმე. არა და იქვე იცებიან სადღაც. ხრამში. ხო. მანქანა რო გადაფრინდება. და შენ რო შიგნით იხარ. კი მანქანას არ აგდებენ მაშინ, მაგრამ მანქანა რო ვარდება შენ არ ზიხარ. და წარმოგიდგენია აი ამ ხელა შრომა მაშინ ის არის რა ქვია მონიტორზე უნდა იყოს ჩართული ისინი ხანდახან ხო არის ხოლმე რომ მანქანა მიდის და მონიტორზე უკან ჩართული ეგ ძირითადად ინდურ სერიალებშია ხოლმე მსგავსი რაღაცები და ფილმებში სხვათა შორის ხო მსგავსი რაღაცები მაგრამ ეგ მთლად ისინი რა ქვია შუბლის მირთვა და იმებიდან გადმოვარდნა აივნებიდან მე იცი რა მეყვარს კიდე მაგათი ყურება აი სერიალების ის რა ქვია რო იღებენ და რაღაცები რო ეშლებათ და რო ეშლებათ ხო და იცინიან აი მაგის ყურება ძალიან მიყვარს აი ვიცი რომ არ აკეთებენ ისეთ სასაცილოებს აკეთებენ სასიამოვნო საყურებელია. უი, კიდე, მოდი კვირიგეს მიულოცოთ დედა მანქანა. ხო, რა ეგ მინდო რა თქვა. ხო, გილოცავ ჩემო ლამაზო გოგო. ნინი, ძალიან პატივს გძენთ, გიყურებთ. გსიამოვნებს შენი ვიდეოების ყურება, შენი ოჯახის ყურება. გილოცავ, სულ მწვანეზე გეულოს. წარმატება მოეტანოს მაგ მანქანას. შენთვის და სულ წვანეზე და სულ კარგ გზებზე გევლოს. ახლა შენ მივუწევ. გილოცავ ნინი. ეგ ერთი და სხვა მრავალი, მეორე შეგეძინოს. პირველ რიგში უფალი გფარავდეს. დაგილოცოთ გზა შენ და შენს ოჯახს, სადაც წამოხვალთ, რა თქმა უნდა. კიდე მშვიდობაში, ჯანმრთელობაში და მწვანეზე გევლოთ. კაი მანქანა მომეწონა. საყვარელი მანქანა რაღაცნაირად პატარა. პატარა, არც დიდ ადგილს იკავებს. არც ნამეტანი იმას აშვება რა ქვია. საყვარელი. ნამეტანი ბენზინსაც არ აწვამს. წვამს. ეს წვამს რა უედურებაა, წვავს. ხო. სხვა თემებზე გადავიდეთ დენი ის მიულოცეთ. ნამდვილად ძალიან გაგვეხარდა. კაი გოგო ხარ. ნამდვილად კაი ოჯახი ყავს. კაი ხალხი არიან, შენი შვილები, თქო შენი მეუღლე და რა ვიცი, ყველაფერი. ევიტაც საყვარელი გოგოა. ჩეყვარელია მალა. ჩეყვარელი.
მიყვარს პატარა ბავშვები, ძალიან. ბავშვები მიყვარს. ჩოკვარლები არიან, ჩოკვარლები. სხვა რა ვილაპარაკოთ, კოსტაია. ერთი დღე რაღაცას ჩილენჯი მოვიფიქროთ, ხო, რაღაც მოვიფიქროთ და წარწერებით რაღაცა მოვიფიქროთ. ხო, რაღაცა ვთქვათ. აი ის რაღაც სათამაშოები რო არის იქ რო დაიმაგრებ და ისინი როა. ხო. და გამოცნობანა როა. ხო, აი რაღაცა. ხო, ეგარი, მაგარი. კარგი არის ეგ. რაღაცა განერთობი რაღაცნაირად. ხო, განვითარება რაღაცას ერთობი, რაღაცას აკეთებ. კაია. იქნებ ძალიან დიდი ზერ წავიყვანო. არა, დღეს მალე არა. ცოტა ხანი და დავაპაუზოთ, დავემშვიდობო დედი, რომ დღეს გვიან გადავიღეთ. ხვალ გადავიღეთ სხვა რამეს კიდე. მოდი ხვალ სახლის დალაგება გადავიღოთ. ადიქ შენცა და კუხნის დალაგება. აი ქვევით კუხნა, მაგრამ აი ისინი მინდა დალაგო. აი ქვემოთ კუხნის, აი ქვემოთ რო გვაქვს. ხო. შკაფები მაფები. არანიც დასალაგებელი მაქვს. ეს როგორ სხივი გაქვს. ანგელოზი მასხივებს. ზემოდან. დასხივოსნება. საჭირო ოთახში არ წაიღე ისო. გავალდი. არა, არ წამიღია. მე გავალ მეც გარეთ. რა არის რა ცუდია მიდები მომ. არის რა კალოშები კიდე კაი კალოშები ვიყიდე თორე ქერაიული და იმაში რა ქვია წვიმაში და თოვლში. სხვათა შორის ხალხო თოვლის წამოურია გუშინ. კი, ხო. მე მეგონა გვეღირსა და მოთოსა თუ არ მოთოა. აი მართლა თებერვალი ბერავს ու მარტი კაბას კერავს, აი მართლა. უცნაურია მინდია, შეიძლება ერთ დღესაც ავდგეთ, გავიღვიძოთ, გავიდეთ გარე და ჩემყელა თოვლი იყოს. მუხლანდი. არა მუხლანდი არ მინდა. მუხლანდი თოვლი არ მინდა ნამდვილად. მუხლანდი თოვლი მახსოვს როგორიც იყო სკოლაში დავდიოდი მაშინ. რამხელა თოვლი იყო ხალხო. მაგხელა არ მინდა, მაგრამ 2012 წელს რამხელა თოვლი იყო აქ ჩვენთან. ალბათ გამარჯვებულებს გახსოვთ. სრიალეთ დავდიოდით ხოლმე სკოლაში. კაი იყო სკოლა. სკოლაც კაი იყო და სასწავლებელი. და ეცე ვიღაცამ რომ მოგწერა ის სკოლაში. სკოლაში არ გივლიაო. სკოლაში მივლია. არა, კარგი სწავლია. ისწავლიაო. მისწავლია კი ბატონო. აბა სკოლის გარეშე როგორ იქნებოდა? სკოლის გარეშეც იყო და სტუდენტიც იყო რაღაცა. სხვათა შორის მე რო სტუდენტი ვიყავი ხალხო, უცხოელებიც ბევრი იყვნენ იმაში. რა ქვია? სადაც ვსწავლობდი. კი მაგრამ ეს ისინი რა ქვია? რატო ჩამოდიან თავიანთ ქვეყნებში არა აქვთ? რა ვიცი, საქართველოსდან ზოგ მიდიან ხოლმე იქ სასწავლებლად, მაგრამ მithumedes ინდოელები აქ იმას აშვებიან რა ქვია? სამედიცინო განათლებას აქ იღებენ. იმიტომ რომ ჩვენთან უფრო განვითარებულია. ო, ინდოელები ბევრი იყო. იქიდან სხვათა შორის ბევრი მეგობარი შემოვრჩა მაშინ. აი იცი რა, მე რო ვსწავლობდი სტუდენტი რო ვიყავი. მაშინაც აი წარმოგიდგენია ჯგუფში ვიყავით გოგოები მეტი წილი და სამი ბიჭი ყავდა, მეტი კი არა. ძალიან აი ის იყო. რთული პერიოდი იყო იმ პერიოდში რო ვსწავლობდი. რატო?
რატო და მეტრო ითიშებოდა. ეგ ხო დენი რო ითიშებოდა ხო? ხო, დენი ითიშებოდა. ბევრჯერ არ ყოფილა ის მეტრო და ფეხით წავსულვართ, საიდან იცი ვაკეში ვიყო, მეცხე საავადმყოფო თუ გახსოვთ. მან დადიოდი? ხო, პრაქტიკაზე დავდიოდი მან. და ფეხით წავსულვართ იმაში, რა ქვია, აქვენას ვდიდი საცხოვრებს. ავჭალაში. ავჭალაში ფეხით წავსულვარ ავჭალ, იქიდან ავჭალაში. წარმოგიდგენიათ, აი როგორი არის ახლა. იმ შიშორი გზა გამივილია იქიდან. რთულია სტუდენტობა. აუ გამოცდაზე როგორ ნერვიულობდი ხოლმე ხალხო? გამოცდაზე ნერვიულობდი ყველაზე მეტად. და იმის მერე არ მიყვარს სადმე რომ მივდივარ და ყვავი გადამიფრენს თავზე და დამჩხავლის. არ ვიცი დამთხევა იყო მაშინ თუ რა იყო. ყვავი რო გადაეფრინა თავზე. სკოლაში რო დავდიოდი. ვერაფერს გაკვეთილი რო მქონოდა, აი დაზეპირებული რომ მქონოდა. ვერაფერს ვერ მოყვებოდი. ხო, მავიწყდებოდა ხოლმე ყვავი რო გადაიფრენდა და დაიჩხავლებდა. ალბათ დამთხევა იყო თუ რა იყო არ ვიცი ხალხო. ყველაფერი რა. ხო, ყველაფერი. გიორგი, მიდი ხუდი ჩამოიღე და ეშავალი. დაგაპაუზეთ ხალხო ცოტა ხანი. ხალხო წვიმის გარეთ. ტახტზე დაყარე ხო დედი იქა. ნახევარ სველებია და წუხელ გუხი რო წვიმა იყო. გინ სველები ხო არა? არა ესენი არა სველი. ესენი არ არის მაგრამ გუშინ მაგარი წვიმა იყო დავსველდით მთლიანად. იმაკარონები რა გადავალაგე ახლა იქ. იყოს რა უშავ. შევდი შევალაგე ფილმში. შკაფში. ადი კამერა აშრია რომ მოვჩები ვიდეოს და. არა გასწო. წვიმდა და გიორგიმ ჩამოყარა სარეცხი უცბად. ხუთიც და შარვალიც იქ შევიტანე იქით. ხო, უარესად დასველდება და რა. ზა გიგ მოვაფენ სახში მე ხვალ. რას გიყვებოდით ხალხო დამავიწყდა. იმის დამავიწყდა. ხო, იმაზე, რა ქვია, სწავლაზე. სწავლაზე გამახსენდა მართლა იმ დღეს ერთ-ერთმა ადამიანმა მომწერა. ერთ-ერთმა. როგორ ვისწავლო უცხო ენაო. როგორ ვისწავლო? რა ენაც გინდა, რომ ისწავლო, რომელი ენაც გინდა ისწავლო. შეგანითაც შეგიძლია ისწავლო. ჩვეულებრივად. YouTube-შიც ბევრი ისდევს რა ქვია. ვიდეო მაგ თემაზე. მაგ რა ისიც გინდა, ენებიც გინდა. ხო, განხრით. ხო, ბევრი ვიდეო დევს. პირველ რიგში ისწავლე ანბანი. ანბანი ყველაზე მნიშვნელოვანია, ანბანი უნდა იცოდე პირველ რიგში. რომ მე წინადადებები და სიტყვები წაიკითხო და დაიმახსოვრო. აბა ანბანი თუ არ იცი. პირველ რიგში ისწავლე ანბანი. ხო, ანბანი. კარგად ისწავლე. და მე შეგიძლია იმ ენაზე ფილმებსაც უყურო, უკეთესია. პოდკასტები ნახო იმაზე, YouTube-ზე ბევრია. ხო, აიცი, ენა, აი ვისაც აქვს უკვე ისა უნდა და გულით რომელსაც ენდომება იმის სწავლა ადვილი იქნება, ასე მგონია.
იმაში რა ქვია, YouTube-ში იმდენი რაღაცა დევს, რომ ცეკვასაც ჩვეულებრივად ისწავლი იქიდან. აიცი რა არის? ხალხო, აი ამ სოციალურ სივრცეს და აი ამ იმას ბევრი დადებითი აქვს, დადებითი აქვს, კი. უარყოფითიც აქვს, მაგრამ ძალიან ბევრი დადებითი აქვს ამ უფრო მეტი აქვს დადებითი, იმიტომ რომ შეგვიძლია ჩვენ ჩვეულებრივად ვეკონტაქტოთ უცხოელ ადამიანსაც. ჩვეულებრივად. ეგეც კარგია სხვათა შორის ენას რო სწავლობ, რომ იმ ენაზე რო კომუნიკაცია რო გქონდეს, უკეთესია. ეგეც კარგია. და მე როგორ სწავლობდი იმას რა ქვია. სიტყვას რაღაცას რო დავიმახსოვრებდი. სარკესთან ვიჯექი. და სარკეს ველაპარაკებოდი. და დვილად დავიმახსოვრებდი სიტყვებს. და ეგ სარკე რა შუაში იყო ის სიტყვებთან რა ვიცი მე. ჩემ თავს ველაპარაკებოდი. სხვა ხო, ჩემ თავს ველაპარაკებოდი სარკეში. და სხვათა შორის ეგ ძალიან დამეხმარა. ფილმები დამეხმარა, პოდკასტები დამეხმარა ბევრად. და დვილად ვისწავლე. შენ ენა თქვი, აიჭიე თორე, ბევრი რამე დევს. ყველა ენაზე. ჩინურსაც კი ისწავლი იქიდან. კი. ნამდვილად. ის იძახე და ხობად მეკცა უკვე ენების უცხო ენების შესწავლა ხალხო. ხობად? ხო. ზედა. მომწონს უცხო ენების შესწავლა. უცხო ენებზე რაღაცების ყურება. მეტი წინ რაზე უყურებდით ახლა მითხარი აი თქვათ რომელ ენას უფრო უყურებ უცხოურს? რომელ ენას? ხო. ინგლისურ ენაზე უფრო უყურებ ხოლმე. ხო, ინგლისურს იმასაც ხო უყურებ ინდურ სერიალებს. კი, ინდურ ენაზეც უყურებ, სწავლობ სხვათა შორის ხალხო. გესმის? კი. ჩინური? ჩინური არა. კორეულიც მესმის ცოტა. იტალიური? იტალიური კი ბატონო. ესპანური ენაც. აი რომელზე უფრო მეტად უყურებ, ყველაზე მეტად. ყველაზე მეტად უყურებ ინგლისურ ენაზე. იმიტომ რომ ინგლისური კარგად ვიცი და კარგად იცის. ის ხო გესმის, რა ქვია, ესპანური ხო გესმის. კი. ესპანური და ინგლისური უფრო გესმის მეტად, ხო? ესპანური და ინგლისური უფრო მესმის. ახლა იტალიური სხვათა შორის იცი რა? იტალიელს მოაბრუნებს. არა, იცი რა არის? ესპანური ცოტა მაინც თუ იცით, იტალიურსაც გაიგებთ. იმიტომ რომ ბევრი სიტყვები ერთმანეთს გავს. ხო და გაქცეულს მოაბრუნებ თუ პირდაპირ დაელაპარაკებ? პირდაპირ ჩვეულებრივად კომუნიკაცია. მე გაქცეულს ენა ვიცი ხალხო, მაგრამ არ დავასახელებ. რა დე? მივხვდით ხალხო, ხო მივხვდით. რა ენა? ქართული? არა. აბა. ჩინური? რუსული. არა, ეგ რუსული ახლა თავისთავად გეცოდინება იცი. Русская языка. Охренеть. Хренავს. ხო და ასე. პირველ რიგში გირჩევ რომ ისწავლო ანბანი. Благодарю Იკოლომონა პოჟოროსოტო. დაიმახსოვრე იმ ენაზე რა ენაც კიდე ისწავლო. ანბანი დაიმახსოვრე თორე ანბანის გარეშე ფერსაც ვერ ისწავლე. აბა ანბანი ეხლა ისინი ხო უნდა გარჩიო ასოები რომელი რა ასოა და რომელი ასო რა სიტყვაში უნდა ჩაჯდეს. ახლა ანბანი თუ არ იცის ადამიანმა როგორ უნდა ისწავლოს ნებისმიერი ენა, კიდე ქართული იყოს. ხო. ანბანი თუ არ იცის პირველ რიგში ანბანი უნდა ისწავლო. რა თქმა უნდა, ბრა. აი ჩემს უცხოელ მეგობრებს ვეუბნები, ვინც ქართულს სწავლობს,
საქართველოში ცხოვრობს ბევრი, ვინც სწავლობს, პირველ რიგში ისწავლით ანბანი. რომ ანბანი რო ისწავლი, მე არ გაგიჭირდება სიტყვების დამახსოვრება. ანბანის ზოგადად ის არის კარგი. ანბანის სწავლა. არც წაკითხვა გაგიჭირდება იმ ენაზე და არც სიტყვების სწავლა. ხო, რა თქმა უნდა. აბა ქართულიც თუ ანბანი არ იცი, ვერც ქართულად ვერ დაილაპარაკებ მაგალითად, სიტყვაზე ავიღოთ რა. სკოლაში აბა პირველი ანბანს ასწავლიან, აბა რა. თუ უცხოელი ხარ კიდე და იმას აშვები, რა ქვია, იმას სწავლობ. ქართულ ენას, რა თქმა უნდა, ანბანი უნდა ისწავლო პირველ რიგში. ხო, რა თქმა აბა სიტყვები ხომ უნდა გაიგო და ხომ უნდა წაიკითხო. გაგების დონეზე მაინც ხომ უნდა გაიგო. სხვათა შორის ხალხო ჩინელებს უჭირთ ხოლმე და ჩინელებს, კორეელებს და იმათ რა ქვია, იაპონელებს უჭირთ უცხო ენების სწავლა. რატო არ ვიცი? რატო და სხვანაირი ენაზე უფრო ლაპარაკობენ გირდები? ჩემი რაღაცნაირი ენაა და იმიტომ აი ხალხო რა უნდა გითხრა ხარ ენებს თავი დავანებით. რა უშველო ამ ჩემ თმას. აი გუშინ წინ დავიბანე. გუშინ წინ აი გუშინ არ დამიბანე, იმის წინ ხო დავიბანე. დღეს უკვე ცხიმიანია ჩემი თმები. აი რა უნდა გავუკეთო არ ვიცი, რა შამპონი ვიხმარო, რანაირად რა. დაჟე სარეცხის აპნით ვიბან, სარეცხის აპნით. და მე ვივლებ წყალს, იმას შამპონს. რანაირ შამპონიც აღარ ვიხმარე, ცხიმიანი, არა ცხიმიანი, ისა ესა. არ მიშველა არაფერი, მაგრამ რატო მიშვება და აი უყურე, დასაბანი არა მაქვს თავი, აი ცხიმი, როგორც გამიცხიმიანდება, მეორე დღეს უკვე თავი მეკეკება, ასე გონია ტილებ დაგესიაო. რატო არის ეგრე მე არ ვიცი. რა ხდება? და სხვათა შორის მეც ეგრე ვარ. გიორგისაც გაუხდა იგივე. გამიცხიმიან და თმები. ისი ბრალია რა. რა ვიცი, ჩემმა ერთმა მეგობარმა მასწავლა ზეთი უნდა წაიღო თმაზეო. ხალხო, ისეთი პრიალა თმა აქვს. გოგოა, თმას რო გაიშ, ინდოელი გოგოა, ისეთი პრიალა თმა აქვს. თმას რო გაიშლის. თან ხო გრძელი თმა. ისეთი პრიალა და რბილი თმა აქვს, ხალხო, შეგშურდება. არ ვიცი, რაღაც იმებს ისვავს, რა ქვია, ეტყობა ჩამოტანილი აქვს თუ რა აქვს. წაისვავს რაღაცებს და მე ჩამოიბანს ხოლმე. და პრიალა თმა უხდება. ვეუბნები რა საკეთებ მასწავლე მაგნაის რა საკეთებ რომ ეს თმა რაღაცნაირად იმაში მოიყვანო რა ქვია. რაღაცა ზეთებს ისვავს, რა ვიცი, ვერ გავიგე რა ზეთებია. ან რაღაცა ისიც ის რა ქვია. ხრიკი და არიძახის საიდუმლო. ისეთი პრიალა და რბილი თმა ხალხო გავგიჟდი. ხო, ეგრეა ჩვენი საქმე. რა ვიცი მე, ის არის რა ქვია, წყალი არ ვარ გავ იმაში ინდოეთშიო და რა წყალი მე მგონი საქართველოშიც არ ვარ და ისეთი ის აქვს. ცუდი წყალი გვაქვს და საქართველოში მართლა არ ვარ და წყალი. არა ახლა წყალი თავის დასაბანეთი ვერ წავალ ნამდვილად. აი იცი რა უნდა გითხრა. ხანდახანდი აი ისეთი წყალი მოდის რომ აი დალევა არ გინდა იმერი უგემურია. წყალს უგემურია. ჟანგი და უბედური. ზოგადად წყალი ისეთი ის არის რა ქვია, სითხე რომელსაც გემო არ აქვს. ამას გემო აქვს. ხანდახან ისეთი ფერიც. ყველაზე გემრიელია წყალი. ხო და ზოგადად ხანდახან ფერიც ისეთი მოდის წყალი. იმიდან რა ქვია, უნკანიდან. ისეთი ფერი მოდის, ბოთლში რომ ჩაასხავა არის ყვითელი. ისეთი ცუდია. და ის არის რა უნდა გითხრა. ზაფხულში უფრო არის უგემური წყალი. კი. ზამთარში რა არის იმდენად. ზამთრშთან მე რო გააცი აღარა ისეთი ცუდი გემო, როგორც თბილს. ხო და. ხო. ის არის რა უნდა გითხრა, რაღაცა მინდოდა თქვა. რაღაცაზე გადავეცდი.
აი წყალი ყველაზე სასარგებლო ის არის ქვია სითხე. სითხე სასარგებლო. ოღონ ნორმა უნდა წყალსაც რა თქმა უნდა. 2 ლიტრამდე უნდა დალიო. არა, არ შეიძლება. არა? ახლა ზედმეტად 2 ლიტრი წყალის რალიო არ შეიძლება, იმიტომ რომ ორგანიზმი თვითონ გატყობინებს, როცა წყალი უნდა. ოი, მე მეთქვი რა. მე მეგონა რა მოხდა. 40 ავედით ხალხო, ის არის რა ქვია. მოდი ახლა დაგეშვიდობით. ბედნიერი ღამე გქონდეთ, მშვიდობიანი, ჯამთელი. ღმერთის წყალობა არ მოკლებოდეთ და ყველაფერი კარგი ყოფილიყოს თქვენთვის, თითოეულ ადამიანისთვის. კარგად იყავით, მაგრად იყავით. მომავალ ვიდეომდე ხალხო. აბაჰე და აბაჰე. კარგად. ბაი.